დღეს გადავიღებ 99 Nights in the Forest-ის ისტორიას. მოკლედ დავიწყოთ. სიუჟეტი ისტორია. შენ თამაში ხარ გამოცოცხლებული მოგზაური და გადარჩენილი, რომელიც შემთხვევით მოხვდა დაბინძურებულ მიტოვებულ ტყეში. ეს ტყე ადრე ჩვეულებრივი ადგილი იყო, მაგრამ რაღაც მუქმა ძალამ ან დაავადებამ ყველაფერი შეცვალა. ცხოველი და მცენარეები აგრესიული გახდნენ და ზოგჯერ მისტიკური არსებებიც. შენ უნდა გადარჩე 99 ღამე, სანამ ტყე საბოლოოდ გაგიშვებს. ან შენ თვითონ არ იპოვი გასაქცევ გზას. ყოველი ღამე უფრო საშიშია, რადგან არსებების ძალა იზრდება, ამიტომ თამაშის მიზანია გაიმზადო თავი, ააშენო ბანაკი და მოიპოვო საკვები და იპოვო საიდუმლოებები, რაც ტყის ბნელ ისტორიას მოყვება. ზოგი მოთამაშე ამბობს, რომ ტყეში არის დაკარგული სოფლის ნანგრევები ან მეცნიერის ჩანაწერები, რომელიც ცდილობდა ამ ყველაფრის შეჩერებას. არის ვარაუდი, რომ ტყე ცოცხალია და ადამიანს გამოცდას უწყობს. თვითმფრინავის ვარდნა. ძალიან დიდი ხნის წინ ტყის ზემოთ დაფრინავდა პატარა თვითმფრინავი. შიგნით იჯდა დედა და 3 შვილი. თვითმფრინავი მოულოდნელად დაეცა ტყეში ზუსტად ამ ადგილას, სადაც ახლა თამაში შეგიძლია ნახო ჩამონგრეული ნაწილები. მხოლოდ დედა გადარჩა, მაგრამ როცა ის დახმარებას ეძებდა, რაღაც უცნაური არსებმა ტყის ბინადრებმა იპოვეს იგი. ისინი იყვნენ ის ადამიანები და სულები, ვინც მეტეორის ენერგიამ შეცვალა. ნემსი და წყევლა. ამბობენ, რომ მათ დედას შეასხეს მეტეორის სითხე, ან ნემსი, რომელიც ამ ენერგიას შეიცავდა. ამიტომ შემდეგ ხალ დაეწყო სხეულის შეცვლა. პირველად თვალები გაუბრწყინდა ცისფრად. შემდეგ ხელები და ფეხები დაეფარა ბეწვით და ბოლოს ის გადაიქცა ირემად, ანუ ტყის ერთ მცველად. შვილები კი არავინ იცის ზუსტად რა მოუვათ. ზოგი ამბობს, რომ ისინი ტყეში დაიკარნენ და ახლა იქვე სირბილობენ როგორც ბავშვები. ზოგი ამბობს, ისინი ტყეში დაიკარნენ და ახლა იქვე სირბილობენ როგორც ბავშვების სულები. სიმბოლური აზრი ამბავს ბერნარდ ხსნიან. ზოგი ფიქრობს, რომ ტყემ დედა დაიცვა და ამიტომ ირემად აქცია, რათა მარადილოდ ყოფილიყო შვილების მცველი. სხვები კი ამბობენ, რომ ეს იყო წყევლა, რომელიც მეტეორის ენერგიამ მოუტანა და ის მარად დაეხეტება ტყეში, როგორც ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხოველი. 99 Nights in the Forest ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საიდუმლო ნაწილია. მეტეორის ჩამოვარდნა ის ძალიან დიდი ხნის წინ, სანამ ტყე წყევლად გადაიქცეოდა. იქ ციდან ჩამოვარდა უცნაური მეტეორი. ის ჩვეულებრივი ქვა არ იყო. ზოგი ამბობს, რომ ის კოსმოსური ორგანიზმი იყო, რომელსაც რაღაც ენერგია მოჰქონდა, ბიოენერგია ან ვირუსი. მას შემდეგ, რაც მეტეორი დაეცა, ტყის ცხოველები და მცენარეები უცნაურად დაიწყეს მოქცევა. თითქოს გონება შეეძინათ. ხეები იწყებდნენ შრიალს, თითქოს ერთმანეთს ესაუბრებიან.
ზოგიერთ ადამიანს კი დაემართა შეშლილობა, თითქოს მეტეორმა მათი გონება შეცვალა. ზოგი მოთამაშე პოულობს მიწაში დამალულ კრატერს, საიდან გამოდის მწვანე ან ცისფერი ბრწყინვალება. სწორედ ეს არის მეტეორის ენერგია, ანუ ბევრი ფიქრობს, რომ მთელი ტყის წყევლა და საშინელება სწორედ ამ მეტეორიდან დაიწყო. შეიძლება ტყე ცოცხალი გახდა ამ ენერგიის გავლენით და ამიტომ არ აძლევს მოთამაშეს ადვილად გაქცევის საშუალებას. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო ეს ისტორია, იმედია მოგეწონათ და არ დაგაიწყოთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ნახვამდის!